თეთრი ბაირაღები ამ სპექტაკლით თელავის სახელმწიფო დრამატული თეატრი სულ მალე ახალ სეზონს გახსნის. რეპეტიციები უკვე დაწყებულია, 8 თვიანი პაუზის შემდეგ მსახიობები მაყურებელთან შესახვედრად ემზადებიან. ახალი სეზონიდან თეატრში შიდა სასტუმროც ამოქმედება, რომელიც მოწვეულ რეჟისორებს მოემსახურება. ნახეთ თამარ მოდებაძის სიუჟეტი. ნოდარ დუმბაძის თეთრი ბაირაღები ამ სპექტაკლით თელავის დრამატული თეატრი 8 თვიანი პაუზის შემდეგ ახალ ცხოვრებას იწყებს. სამსაუკუნოვანი ისტორიის მქონე თეატრის სცენაზე რეპეტიციებს ის მსახიობები გადიან, რომლებიც აქ წლების განმავლობაში მუშაობდნენ. ეხლა იმის გამო, რომ დავუშვათ ამ ეტაპზე ძალიან მყისიერი გადაწყვეტილებები იყო საჭირო და ვერ დაველოდებოდით დავუშვათ, რომ შემოვიდეს უკვე ახალი რეჟისორი. ჩვენ გავაკეთეთ თეთრი ბაირაღების აღდგენას ვაკეთებთ, რითაც პირველი ეტაპი შემოვიდით რა ივლისის თვეში უკვე 7 რაიონს ვაჩვენებთ. ცნობილი სპექტაკლი თეთრი ბაირაღები ზუსტად 2009 წელს პირველად თელავის თეატრში რეჟისორმა გოგი ჩაკვეტაძემ დადგა და სწორედ სიმბოლური გადაწყვეტაა ის, რომ პიესას 3 წლის შემდეგ აღდგენილი სახით აუდიტორიას წარუდგენს. 2009 წელს დავდგით ეს სპექტაკლი ნოდარ დუმბაძის არაჩვეულებრივი ნაწარმოებია, იცით თქვენ და მაშინ რაღაც ანსამბლი იყო რაღაცა და ეხლაც და ისე დუმბაძის უბრუნდებით, რომ არის რაღაცა სურვილი რომ ვიაროთ რეგიონებში ამ სპექტაკლით და რა ვიცი, საწყობნაში ვიქნებით მალე. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როდესაც თეატრი თავის კალაპოტში დგება და აკეთებს იმ საქმეს, რაც უნდა გააკეთოს თეატრმა. და თეატრის უმთავრესი საქმე არაერთხელ მithქვია და თქვენ ძალიან კარგად ყველა მიცის, რომ ეს არის წარმოდგენის მომზადება, ეს არის სპექტაკლის დადგმა, სხვა ფუნქცია და მისია თეატრს არ გააჩნია და არ აკისრია და რა ვიცი, ეხლა ვავდგენთ სპექტაკლს, საბრალდებო დასკვნას, რომელიც გვინდა რომ ვაჩვენოთ მთელი ჩვენი რეგიონის მასშტაბით, ჯერჯერობით გარეთ გვექნება გასვლები, როგორც ვიცი, დაახლოებით და ეს სასიამოვნო პროცედურაა, იმიტომ რომ მსახიობს რეპეტიცია სჭირდება, მაყურებელს სპექტაკლი სჭირდება და ეს ბედნიერება უკვე დაიწყო და გვაქვს. როგორც თელავის თეატრის მმართველმა პაატა გულიაშვილმა გაგვემხილა, თელავის თეატრში მოსულ სტუმრებს ახალი სეზონიდან არაერთი სიახლე დახვდება. თეატრში შიდა სასტუმრო ამოქმედება, სადაც ცხოვრებას მოწვეული რეჟისორები შეძლებენ. მთავარი აქცენტი კი თელავის თეატრის სამოქმედო გეგმაზე გაკეთდება. სადღაც 25-ისთვის, როგორც აღნიშნე, ჩამოვა ლევან-ხვიჩი, იმიტომ რომ თეატრში კეთდება სასტუმროს ტიპის ოთახი, სადაც დავუშვათ იცხოვრებენ ჩამოსული რეჟისორი იქნება თუ მსახიობი. სპონსორიც გამოგვიჭდა ამ ეტაპზე თავ შევიკავებ დასახელებიდან, იმიტომ რომ დგინდება საბოლოოდ რა ფორმით იქნება, უზრუნველყოფილი იქნება ცხოვრება რეჟისორს, ამ შემთხვევაში ლევან ხვიჩიას და დავიწყებთ ესეთი პიესაა ფარსები, სადაც მთელი დასი იქნება დაკავებული. შაბათს არის 23-ში დაგეგმილი ჩამოსვლა გოჩა კაპანაძე რეჟისორი, მოხუცი ჯამბაზების რეჟისორი, რომელიც სავარაუდოდ გააკეთებს სადაც ჩვენი სადროშია, ხო ხდებით, რაღაც იქ გვინდა რომ წარმოდგენა გავაკეთოთ, ეს იქნება, რამდენიმე ვარიანტია, მაგრამ მე ძალიან მინდა რომ მაინც ილიათი გავხსნათ და კაცი ადამიანის თანამედროვე ვარიანტი გავაკეთოთ და რაღაცნაირად მე მგონი რომ გადავწონავ და ამას გავაკეთებინებ. ანუ ჩვენ სექტემბრისთვის, სადღაც 15-20 სექტემბრისთვის უკვე მაყურებელს ორ პრემიერას შევთავაზეთ. თელავის თეატრი მაყურებელთან შეხვედრას ივლისის შუა რიცხვებიდან დაიწყებს და კახეთის რეგიონის მასშტაბით ყველა მუნიციპალურ ცენტრს მოივლის. ხოლო სეზონის პირველ წარმოდგენას თელავის რეაბილიტაციის პროექტის დასრულების შემდეგ შემოდგომაზე უმასპინძლებს.